როგორც საკავებისას არაფერი არ განმემართეს, ისე გამოსვლას არაფერი არ განმემართეს, თუმცა ეს არ არის გასაკვირი, იმდენი უკანონო პატიმარი ყავს, იმდენი გაუგებარი პატიმრობა, არასათანადო მოპყრობა, წამება, რომ მე ეს ნამდვილად არ მიკვირს და ხო, ესე მოულოდნელად მითხრეს, რომ გადიო და ადვოკატთანაც არ დამარეკენთ, ესე მარტო გამოვედი, შემთხვევით შემხვდით თქვენ. ელენე, დღეს თქვენმა ისტორიამ მთელი საქართველოს შეძრა, ამას უყვებოდით დღეს მთელი დღის განმავლობაში მაყურებელს. მოგვიყევით თავდაპირველად როგორ ვითარდებოდა პროცესები ვაკის სამმართველოში, სადაც ადგილი ჰქონდა, როგორც ვიცი, ყბის და კბილის დაზიანებას და ვინ იყვნენ ეს ადამიანები, ვინც უშუალოდ ამ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ. ხო, პირველ რიგში მე არ მინდა რომ ეს რაღაც ჩემი პერსონის გარშემო იყოს, მე რა თქმა უნდა არც არაფერი დამაყოლდა, პასუხიც კარგად გავეცი და მე ძალიან კარგად ვარ და არაფერი არ მიჭირს, უბრალოდ მე ჩავთვალე აუცილებლად ამაზე საუბარი, იმიტომ რომ ეს არის მანკიერის, საშინელი, არაადამიანური მოვლენა, რომელიც მე წარმომიდგენი ადამიანებისაც არ აქვს საშუალება რომ ტელევიზიით ისაუბრონ, ან შიში შეიპყრობს, მე მაინც გამოცდილი ვარ, ჩემს არ არის სიახლე ამ კედლებში რითი ვინ უნდა შეაშინო. ამიტომ მე ჩავთვალე რომ აუცილებელი ამაზე საუბარი. ეს არის პოლიცია, რომელიც დიახ, კაცი ან ქალიანა, პირველი კახეთის გაწესილზე განყოფილებაში პირდაპირ ძალადობაზე გადავიდნენ, სიტყვიერი და ფიზიკური, მათ შორის სახეზე შემეხნენ, კბილები, მერე უკვე აქ ჩაატარეს პროცედურა სამარცხვინო, დამამცირებელი, გამაკავეს, ორივე ხელი უკან შემიკრეს, ესე ორი ადამიანი მაკავებდა და მესამე მაშიშვლებდა, ხო. ამ ეპიზოდზეც გკითხავთ, მე მინდა გკითხოთ თავდაპირველად გზატკეცილზე რომ დავასრულოთ, იქ რა მოხდა, ვინ იყვნენ ეს ადამიანები? იქ იყო ნინო ჩხარტიშვილი და დავით ბოლოთაშვილი, მე ვკითხე სახელი და გვარი, რომელიც მითხრა რომ უნდა გაგჭრიკოთ, მე ვთხარი რომ ჯიბეები შეგიძლიათ ნახოთ, მაგრამ მე თქვენთან არ ვთანამშრომლობ და ამის შემდეგ ადამიანიღუნეს ხელები, შემიკრეს უკან და რაღაც ვეიპი მქონდა და ამ ვეიპის ამოგლეჯვისას, ანუ კბილები, მე სახეზე, იყო პირდაპირ ძალადობა, იყო რაღაც ცინიკური დამოკიდებულება, ნუ მე უბრალოდ მართლა ყოველწამიერად მქონდა თავში, რომ წარმომიდგენია ადამიანები, ვინც ამას ვერ ყვებიან, როგორ შეიძლება მათ ეპყრობოდნენ და ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ახალგაზრდები უამრავი ადამიანი არის ამ მონსტრების წინაშე. აი აქ როგორ მოხვდით უკვე ამ სამმართველოში და აქ როგორ განვითარდა პროცესები, გაშიშვლების ეპიზოდზე იყო საუბარი, ასევე იმაზე იყო საუბარი, რომ გქონდათ მაღალი წნევა, გჭირდებოდათ მედიკამენტები და საპირფარეშიც არ გიშვებდნენ და როგორც საბას უთხრეს სხუიტარიძეს, რომ პარკებს მისცემდნენ და თავი უნდა მოეწესრიგებინა, ასე იყო. ქრონოლოგიურად გავიხსენოთ, აი აქ შესახლების შემდეგ რა მოხდა? ხო, მქონდა წნევა, რაღაც ღებინების ეპიზოდი მქონდა, არ გამიშვეს საპირფარეშოში და ზუსტად ამ წნევის ფონზე მერე იყო ეს რაღაცა ძალადობის ეპიზოდი, რომ ესეც ორი პოლიციელი, იგივე ეს ნინო ჩხარტიშვილი მაკავებდა, ვიღაც მეორე პოლიციელი და მესამე ხტიდა, გაუგებარია რატომ, მე რაღაცა შიშველზე მეტალოპლიმის მატარებდნენ და რაღაც ხაზგასმული აგრესია და ძალადობა იყო მათი მხრიდან. არაფერი ყველაზე მე მართლა არ მინდა რომ მე არაფერი არ დამაყოლდა, ამიტომ პასუხიც კარგად გავეცი, პირდაპირ გეუბნებით, მათაც იციან ეს კარგად, მაგრამ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი თანამოქალაქეები მსგავსი პოლიციელებისგან, ერთი უნდა ვამხილოთ, სწორედ ამიტომ საუბრობ მე სახელებით, გვარებით და კიდევ ყველა სახელი გვარი იქნება ცნობილი, ვინც ხვებსაც ესე მოეპყრო და ყველა თუ იმეს ეს გამოცდილება გვითხრას და ჩვენ ბოლომდე ჩავყვებით და ზოგადად უნდა აღმოფხვრათ ეს პრაქტიკა, რომ დაკავებული ადამიანის მიმართ შეურაცხყოფა, ძალადობა ეს არ უნდა დაუშვათ ჩვენ. აი ამ ადამიანების ამოცნობა თუ შეგიძლიათ, ერთ-ერთი ვინც თქვენ გაკავებდათ, იყო დავით მამულაშვილი, რომელიც გამოირჩევა აგრესიით ამსეთ საპროტესტო აქციებზე და დანარჩენი ადამიანების ამოცნობა თუ შეგიძლიათ. ყველას შემილია სახეზე, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ხანი გავატარე, საკმაოდ ცინიკურები იყვნენ, სახელები გვარებიც ვკითხე, ორის ვიცი მხოლოდ. ეს ქალი იყო ნინო ჩხარტიშვილი იყო როგორც იქ ძალადობის ეპიზოდში პოლიციაში, ასევე აქ გაშიშვლების ეპიზოდში ის გამოიძახეს პირადად, საათ ნახევარი სადღაც ველოდებოდით იმის მოსვლას და ის იყო ამითი დაკავებული. მეორე ის დავით ბოლოთაშვილი იყო, ის ეგეთი აგრესიული არ იყო, მაგრამ ამ ნინოს ეხმარებოდა და ამიტომ ესე იგი სახეზე მოკლედ ვერ შეიკავა თავი აგრესიით. კი ბატონო, დღეს გავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკმაოდ ვრცელი განცხადება, სადაც ერთი აბზაცი იყო საკმაოდ საგულისხმო, იქ წერია, რომ თქვენ აღმოგაჩნდათ რაიმე აკრძალული ნივთიერება, რაც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე. თქვენ გითხარით, მოფინოთ ნათელი რა ნივთიერება გქონდათ, ან რაზე საუბარი, რაზე დანიშნეს ექსპერტიზა? ნუ სასაცილოა, იმიტომ რომ ეთყობა როგორ ჩანს, მე ხო არ ვიცი, როცა გავრცელდა ეს ინფორმაცია, მათ ჩათვალის საჭიროდ რაღაც უნდა ეთქვათ. მე ზოგადად გამოწერილი მაქვს ამ
ბევრი წამალი, რომელიც აუცილებელი არის ჩემთვის და თან მქონდა წამლები და ერთ-ერთი ტაბლეტი, არ ვიცი ზუსტად რომელი ტაბლეტი არის, ალბათ იგეგდო და არ ვიცი ამას თუ ჩემს არ არის საინტერესო, არც რას იტყვიან. ამიტომაც დღეს სასამართლოშიც არ წავედი, აბსოლუტურად ხაზგასმით უარი ვთქვი სასამართლოში წასვლაზე. არ ვეთანამშრომლები ამ სისტემას, არც მაგათი ექსპერტიზა მაინტერესებს, აბსოლუტურად არანაირი აკრძალული ნივთიერება, რა თქმა უნდა, მე არც მქონია და არც მექნება. ეს არის წამლები, რომელიც მაგ გამოწერილი. ვიცი რომ შვილის დაბადების დღეზე გეჩქარებათ და ძალიან მალე გაგიშვებთ, აი ბოლო კითხვას დაგისვამთ. მითხარით, აი რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი, რაც ბოლო 24 საათის განმავლობაში ნახეთ ჩვენ? ერთი არის შურისძიება, იმიტომ რომ ნამდვილად ნერვები ეშლებათ პროტესტზე, ნერვები ეშლებათ იმაზე, რომ ხალხი არ ჩერდება. მეორე ეს არის ზოგადად, აი გზავნილი, რომ ყველას, აი სისტემა, რომელსაც არ აქვს ხალხის მხარდაჭერა, ერთ-ერთი რასაც იყენებს, ეს არის ძალადობის, არა ძალის, ხალხის ძალის, ანუ ძალადობის ინსტრუმენტები, იმისთვის რომ სხვები დააშინოს. სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამაზე საჯაროდ ვილაპარაკოთ, ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ, ჩვენ პარტნიორებს უთხრათ და კონკრეტული ეს მოძალადეები, ვინც ამას აღასრულებენ, იქვე ლაპარაკი იყო, უფროსებს უყვებოდა, რა შვებოდა, მე ეს ერთ-ერთი მონაწილე რეკავდა და ანგარიშს აბარებდა, რა გააკეთა. გასაგებია რომ ამას დავალებით აკეთებდნენ, მაგრამ ვინც ამას ასრულებს, მათაც უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი ყველა თანამოქალაქე, ჩვენ დავიცავთ მათ, ამხელთ მათ სახელებს და ამისთვის დაიჯერებიან. ამ ადამიანების წინააღმდეგ აპირებს თუ არა სამართლებრივ დავას? საქართველოში არა, საქართველოში არ არსებობს სამართლებრივი სივრცე, არანაირად. მე იმიტომ არ დავდივარ სასამართლოზე, რომ ფარსში მონაწილეობა რომ თითქოს და შენ მიდიხარ და სამართალს, აი საერთოდ მოსამართლე რომ შემოდის და შენ უნდა მას მიმართო როგორც მოსამართლეს, ეს ჩემთვის არის შეურაცხყოფელი. შესაბამისად აქ არ ვაპირებ არანაირ მე სამართლებრივ პროცედურებს, მაგრამ ეს ადამიანები რომ დაიჯერებიან, ამას პირდაპირ გარანტიას ვაძლევ. ამ ადამიანებზე არ არის. მე პირადი შურისძიება არც მაქვს, მაგრამ ეს მოვლენა სისტემა აი კონკრეტულად მათ მიმართ მე ბრაზი კი არა მაქვს, მაგრამ მე მინდა რომ ყველამ, ვინც ჩვენი მოქალაქეების მიმართ, აი ესე დამწყდელს ოთახში, შენი ძალით ჯაბნი და გონია რომ ჯაბნი და ესე ექცევი ლახავ მის ღირსებას, შეურაცხყოფ, შურისძიებას ბრაზდები, იმიტომ რომ ვერ ერევი ქუჩაში, როცა 100,000 კაცი ეგ ვერ ერევიან და მე აი ესე შვებიან, ხო? ეს ადამიანი ყველა უნდა დაისაჯოს და რაც შეეხება კონკრეტულად ჩემს მიმართ ვინც ესე ექცევდა, მე არანაირი შინაგანი წყენაც კი არა მაქვს. აი ამ ადამიანებზე მინდა გკითხოთ, თქვით რომ ანგარიშს აბარებდნენ მობილურ ტელეფონზე სავარაუდოდ მათ ხელმძღვანელ პირებს. როგორ ფიქრობთ ეს დავალება, რომ არაადამიანური მოპყრობა მომხდარიყო უკვე თქვენს მიმართ, ვისგან მოდიოდა? გომელაური შეიძლება ყოფილიყო ეს ადამიანი? მე ხა ზუსტად ვიცი რომ აქ ადგილზე არავინ არის არ წყვეტ. წარმოდგენა არ მაქვს, არც მაინტერესებს. ჩემთვის პრობლემაა რომ სისტემა ესე ექცევა მოქალაქეებს და აქ ეხა ვინ ვის დაურეკა და ვინ რას უთხრა, თვითონ არ ყვიონ მერე როდესაც პასუხისგებაში იქნებიან მიცემულები.